ეს არ არის ორდინალური არჩევნები, ეს არ არის ტაქტიკური ერთ-ერთი დემოკრატიული ეტაპი, როდესაც შესაძლებელია არჩევნებით ან გააუმჯობესო, ან გაუარესო პარტიული მდგომარეობა, ან თუნდაც დააკორექტირო დემოკრატიული სვლა და ასე. ეს არის ძალიან ფუნდამენტური მომენტი იმისთვის ქვეყანაში ეს არჩევნები როგორ იქნება გამოყენებული და მე მithქვამს კიდევ ვარც არაერთხელ შეიძლება მე მგონი თქვენთანაც მისაუბრე ამაზე, მე ზოგადად ვარ მომხრე ინსტიტუციური დემოკრატიული გზის ცვლილებების და ამას ვემხრობი, მაგრამ ამ შემთხვევაში იმისთვის რომ ამ ცვლილებებს ქონოდა რამე თეორიული ან პრაქტიკული შანსი, უნდა ყოფილიყო უფრო მაღალი კოორდინაცია პოლიტიკურ ძალებს შორის, არა ერთობა, რაც შეიძლება ბევრისთვის მიუღებელი იყო და შეუძლია, არამედ კოორდინაცია იმისთვის, რომ მართლაც შესაძლებელი გამხდარიყო ბრძოლა ბრძოლისთვის და არა ბრძოლის სიმულაცია. ეხლა დღეს რაც ხდება, დიდი პატივისცემით ყველა იმ ადამიანს, ვისაც გულწრფელად ჯერა რომ ამ არჩევნებში რაღაცა ცვლილებებით შეიძლება შედგეს, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რესურსი ამ არჩევნებით რამე ცვლილებების მოტანის არ არსებობს, ამ არჩევნების არ აქვს არანაირი, ესე ვთქვათ, ლეგიტიმაცია საერთაშორისო და საზოგადოების დიდი ნაწილიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ არჩევნების ჩატარებით უბრალოდ არანაირი თეორიული შანსი არ გაიჩინა ორმა პარტიამ იმისთვის, რომ რაღაცა ცვლილებები მოიტანა ქვეყანაში, სადაც უკვე არჩევნები არ არის. რატომ მონაწილეობენ თქვენი აზრით? ეს უკვე ალბათ თვითონ უნდა თქო მე შემიძლია უბრალოდ ჩემი ანალიზი გავაკეთო, ოფიციალურ ვერსიას აჟღერებენ ხოლმე. ну, სხვადასხვა ვერსიებია. პრინციპში აქ განსხვავებებიც არის, მე ფიქრობ, ლევოსა და გახარე პარტიას შორის შეფასებებში აქ ორი სხვადასხვა ნარატივია და რიტორიკა. ერთი უფრო საუბრობს, რომ ამითი არის შანსი გამოგლეჯვის ძალაუფლების, მეორე საუბრობს, რომ ეს არის რაღაცა უფრო შანსი ეტაპობრივი ცვლილებების, რომელიც არც ერთია და არც მეორე. რეალურად მე ესე ვუყურებ, ეს ნათქვამი მაქვს, მე დავის დროზე მაქვს ნათქვამი დაახლოებით ალბათ სანამ ჯერ კიდევ დაიწყებოდა ზოგადად ოფიციალურად გაცხადებოდა მონაწილეობა, რომ თუ არის მონაწილეობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვასხივებთ ძალას, როდესაც არის კოორდინირება, ერთი ან მაინც ორი მაინც კანდიდატი, რომელსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს, ან მეორე ტურამდე გადაიყვანოს ხელისუფლება, უსამართლო გარემოშიც კი შესაძლებელია, რომ არჩევნები გამოყენებული ყოფილიყო ბრძოლის, მობილიზების, საზოგადოებრივი აზრის მობილიზების, თუმცა დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ყველაზე ცუდი სცენარი წავიდა პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის იმ პარტიას, მე სხვა პარტიას ვერ დავტოვებდი, მაგრამ არ დანარჩენი პარტიების დამოკიდებულება მიმაჩნია, სწორად, როდესაც ფრაგმენტულია პოლიტიკური სპექტრი, არა ერთობა, კიდევ ერთხელ რთულია და შეუძლებელი, მაგრამ რაღაცა კოორდინაციის მექანიზმი თუ არ იქნა და ერთი სტრატეგია თუ არ იქნა, ერთი მიმართულებით ბრძოლის, უბრალოდ ეს შედეგები არ მოიტანს და ნუ ამ შემთხვევაში მე ჩემთვის ეს ძალიან ფუნდამენტური საკითხია, ეს ღირებულებითი საკითხიც არის, როგორ ვხედავ ქვეყნის განვითარების და ქვეყნის, ასე ვთქვათ, შემდგომი დემოკრატიული განვითარების მომავალს და ნუ ამ შემთხვევაში მივხვდი, რომ ну, აქამდე რაღაცა ვიტოვებდი რესურსს, რომ დროს, რომ იმისთვის შესაძლებელია რამე ცვლილებები მაინც მოხდარიყო, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტი გამოჩნდა დამატებით, რომელსაც მიეცა სიგნალი, რომ ეს არჩევნები არ შეიძლება ესეთი არჩევნები იყოს, მათ შორის ბოლო იყო ეუთოს, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება, ну, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უბრალოდ საერთაშორისო თანამეგობრობის ეს არჩევნები არ არსებობს. შესაბამისად, ну, ამით დანარჩენი ეს ყველაფერი უკვე ნორმალიზება შეიძლება ცუდი სიტყვა ვიღაცა არ მოწონს, მაგრამ აი სტატუს-კვოს ნორმალიზება, სტატუს-კვოს აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯებია, ეს ადრე ვთქვი, ეხლაც ვიმეორებ, ამაზე ზრდები და უბრალოდ არა თავსებადია უკვე ჩემი მოსაზრება იმ მოსაზრებებთან, რომელსაც პარტიის ხაზი ატარებს. ხო, ის